ადამიანები ისევე როგორც ყველა არსება, ბუნებრივად მივისწრაფით კომფორტის ზონისკენ. კომფორტის ზონა თვითონ სიტყვა ეგრევე გვეუბნება, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც თავს გრძნობთ ყველაზე დაცულად, ყველაზე სანდოდ, ყველაზე პროგნოზირებადად და ყველაზე კონტროლირებადია ასეთი სიტუაცია ჩვენთვის. მაგალითად, ავიღოთ ლოკოკინა, რომელიც ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად თავს გრძნობს თავის ნიჟარაში. თუმცა განსხვავება ის არის, რომ კომფორტის ზონაში ადამიანები ვერ ვითარდებიან, პიროვნულად ვერ განიცდიან პიროვნულ დაგანვითარებას, რომელიც რა თქმა უნდა ხელს გვიშლის ყველას იმისათვის, რომ დავისახოთ მიზნები და მივაღწიოთ სხვადასხვა მწვერვალებსა და წარმატებას. იმისათვის, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ და დავიწყოთ ჩვენს თავზე ზრუნვა და განვითარება, აუცილებელია, რომ დავისახოთ პატარ-პატარა მიზნები, თუნდაც მაგალითად მინდა გავხდე ნებისმიერი მასწავლებელი. როგორ უნდა გავხდე მასწავლებელი? ამისათვის პირდაპირ ვერ გავხდებით, რა თქმა უნდა დავისახოთ პატარ-პატარა მიზნები. მაგალითად, ჯერ აუცილებელია რომ დავამთავროთ სკოლა, მერე ჩავაბაროთ უნივერსიტეტში. სანამ მასწავლებელი გახდები, კიდევ არის რაღაცა პატარ-პატარა ეტაპები, რომლებიც უნდა გადავლახოთ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია რომ პატარ-პატარა მიზნების შესრულებით მივიდეთ რაღაცა ჩვენ დიდ მიზნამდე. ასევე ადაპტაცია და ახალი შესაძლებლობების გამოჩენა, გავიცნოთ ახალი ადამიანები, გავიჩინოთ ახალი ჰობი, ახალი ნებისმიერი რაღაცა ახალი, რომელიც მოგცემს პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან უნარებს.